დღეს ჩვენთან სტუმრად არის დესპინე შავგულიძე, რომელიც ემიგრაციაზე ისაუბრებს, არა მხოლოდ ერთი კუთხით, დესპინეს აქვს ემიგრაციის ორი კუთხე და ორ საინტერესო გამოცდილებაზე მოგვიყვება. გამარჯობა დესპინე. გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩვენც მოგესალმებით. ემიგრაციის გამოცდილება დაგიკროვდა ამასობაში, რაც ჩვენთვის საინტერესოა. მე და ჩემს მეუღლეს არ ყავდა შვილი. ანუ შვილს გშუქნის ბრიტანეთი? ორი მნიშვნელოვანი პუნქტია, რომ დაგაფინანსო სახელმწიფო, ეს არის პირველი არ უნდა იყო წეველი. აჭარის ტერიტორიაზე აფინანსებენ უშვილო წყვილებს, ოღონდ უნდა იყო რეგისტრირებული იქ. უნდა იყო ქორწინებაში მინიმუმ 1 წელი, უნდა იყო სოციალურად დაუცველი, ან უნდა ქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. აი ხა პრეზიდენტი რო ჩაერთვება მაგ საქმეში დემოგრაფიის, მე რა გამოსწორდება. ყველა ამბობს, რომ ემიგრაციაში რომ მიდიხარ, ქართველს მოერიდე. ჩემ შემთხვევაში ეს არის სრულიად გაუმართლებელი. ძალიან მიჭირს ამის თქვა, მაგრამ არის საპირისპიროდ. რუმინელი ირენა ვიყავი, რომელსაც ჩემ მეგობრს გადმოუგზავნე მე ეს პასპორტი, ჩემი სურათი დააფოტოშოპა გადასარევად. შევიტანეთ ვიზა და ჩაგვირთყეს. აუ როგორ მომწონს. მითხრა რომ არ მითხრა. ჯობი არ ვიცი. არ მითხრა, არ მინდა. დედა ჩემი 10 წელი იყო წასული, იმიტომ რომ ჩვენ გვესწავლა. სხვა უკეთესი ალტერნატივა რაიონში არ იყო. არა, მაგით ძალიან მადლობელი უნდა იყო, რომ ბანკში მუშაობ გურჯაანში. დაბრუნების მომენტი არ უნდა დაკარგო. იმიტომ კი რომ ადამიანები აქ არ შრომობენ და არ შრომობენ ძალიან ბევრს. იქ არჩევანის თავისუფლება გაქვს. იმდენად შეგიძლია, კიდე რომ 2 იყო. ანუ 6 წელს განმავლობაში მუშაობდი 4 სამსახურში. თუ შეგიძლია, თუ ჯანმრთელი ხარ, თუ შენ თავს მაგას გაუკეთებ, ალბათ ქვეყანა საშუალებას გაძლევს. 250 ფუნტი გაქვს დღეში ხელფასი. და გაქვს თვეში 1500. და პლუს საათ ნახევარ უნდა ვიჯდე საცობში, დილით და საათ ნახევარ უნდა ვიჯდე საცობში საღამოს. მართლა მირჩევნია რომ წავიდე სოფელში და ვიყო სოფელში. გასაგებია ყველა რატომაც მიდის ემიგრაციაში და ეს არის ის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია და ყველა ფიქრობს რაღაც დროს წასვლაზე. მაგრამ შენ ქონა კიდევ დამატებითი ფაქტორი, რის გამოც გადაწყვიტე, რომ წასულიყავით და ეს იყო ყველაზე მთავარი. ჩემი წასვლა გამოიწვია იმან, რომ მქონდა მე და ჩემს მეუღლეს არ ყავდა შვილი. დავიწყეთ მკურნალობა და სამწუხაროდ თანხებთან ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული და როდესაც ასე ვთქვათ ცესხი ამოვწურეთ და შედეგი არ დადგა, შემდეგ უკვე იყო საკითხი ესეთი, რომ ხელში მეჭირა 2000 ლარი, არ უნდა დამეწყო მკურნალობის ახალი კურსი და ახალი სესხი ალბათ. უბრალოდ ახალ სესხს ვეღარ ვიღებდი. ეს იყო სესხი, რომელიც 3 წლიანი იყო, დაახლოებით 7000 ლარი თუ არ ვცდები და 3 წლის განმავლობაში შესაძლოა ჩვენი შემოსწავლეებიდან გამომდინარე ვერანაირად ვერ მოვახერხებდი სხვა სესხის დამატებას ან მკურნალობის გაგრძელებას და მე როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინ დედა ჩემის დახმარებით წავედი სასწავლებლად ინგლისში, სადაც 11 თვე ვიყავი და ასე ვთქვათ ვიცოდი ამ პროგრამის შესახებ ინგლისში ნებისმიერ ადამიანს ეს არ აქვს მნიშვნელობა. ვინც ცხოვრობს იქ აქვს საშუალება, რომ ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთოს უფასოდ. და ამ შესახებ ინფორმაცია მქონდა და мотивация, რის გამოც მე და ჩემი მეუღლე წავედი და გადავწყვეტეთ ეს, იყო ზუსტად ხელოვნური განაყოფიერება და შვილი ყოლოდა. ანუ შვილს გშუქნის ბრიტანეთი პირველს თუ რა თქმა უნდა ეს შანს გაძლევს. ნებისმიერ მოქალაქეს, ანუ სხვადასხვა ქვეყნებში. დიახ, ჩემ შემთხვევაში მე არ ვიყავი ლეგალური ინგლისში, არალეგალურად ვიცხოვრე 9 წელიწადი და შესაბამისად სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც მის ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომ ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს უფასოდ. და რაც მნიშვნელოვანი ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ უშვილობას არიან, ჩემ შემთხვევაში 14 წელია უკვე, ყველა უნდა გაითვალისწინოს და ეს რჩევა მინდა მივცე მამაკაცებს. ქალებსაც სხვადასხვა, იმიტომ რომ წეველი არის როგორც ქალი, ესე მამაკაცი. ორი მნიშვნელოვანი პუნქტია, რომ დაგაფინანსო სახელმწიფო, ეს არის პირველი არ უნდა იყო წეველი და მეორე არ უნდა ყავდეს ან სხვა ქორწინებაში იყო, ან ნებისმიერ არ უნდა ყავდეს შვილი. უნდა დადასტურებული იყოს, რომ ნამდვილად პირველ შვილს ელოდები. ხო, პირველია ორივე პარტნიორისთვის. მე ქმარი არ იყო მწეველი, როგორ მივიდა? ქმარი არ იყო მწეველი, იყო მწეველი უпроსტად ბოდიში, მაგრამ დაანება რაღაც 6 თვის განმავლობაში 3 თვე დაანება სიგარის თავი და ეს ისახება კიდეც.
ანალიზებში რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩანს. სამწუხაროდ ჩემ შემთხვევაში წარუმატებლად, იმიტომ რომ დავკარგეთ ბავშვი, მაგრამ ეს იყო მიზეზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რის გამოც დავუბრუნდით საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ აქ ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც ეს განაყოფიერება გაიკეთეთ და მოხდა ეს სამწუხარო ფაქტი, რომ დაკარგეთ ბავშვი, შემდეგ დაიწყეთ მუშაობა თუ ჩახვედით თუ არა, მაშინვე დაიწყეთ სამუშაო? ეს არის პროცესი. ეს არის პროცესი ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც მიდიხარ, ჩვენ დაახლოებით 4 წელი ველოდებოდი, რომ გადაწყვეტილება მიეღო უკვე სახელმწიფო სტრუქტურას რომ გაფინანსებთ. მანამდე გავიკეთეთ ძალიან ბევრი გამოკვლევა, ანალიზები და როდესაც დისტანციურად აქედან იქ ჩავედით, ვიყავი მე დარეგისტრირებული, ასე ვთქვათ, რადგან ვსწავლობდი მანამდე ჯიპში, ჩემი მეუღლეს დავარეგისტრირე ჩვეულებრივ და ანალიზები, ეს უბრალოდ დროში იწელება. ეხლა მე გეტყვით რას, რომ ყველა ანალიზი რო გავიკეთე და ეს იყო მახსოვს აგვისტოში მივედი, ესე იგი გადააგზავნეს ჩემი საბუთი და გინეკოლოგთან მქონდა შეხვედრა იანვარში. ანუ დროში იწელება ძალიან. თან ისეთ ასიკეთო სერვისს გთავაზობს, ხა წარმოვიდგინე რამდენი სურველი იქნება, ხო, ალბათ იანვრამდე კი 2 წელი რო არიდექით, ხო? მე გავიკეთე სრულიად უფასოდ, გავიკეთე სინუსების ოპერაცია, ვერს უმთქავდი, მქონდა პრობლემა. ანუ ძალიან ჯანდაცვის ცუდად გახდომის, მოდი ესე ვთქვათ. აქ იმის მიუხედავად საქართველოში რომ მოთხოვნა დიდია, ძალიან ბევრი მსურველი ქალი მხოლოდ იმიტომ იდის საზღვარგარეთ, რომ განაყოფიერება გაიკეთოს და ინგლისის გარდა სხვა ქვეყნებიც თავაზობენ უფასო, მაგალითად საფრანგეთში ვიცი, რომ სრულიად უფასოა. ჩემი მეგობარი იყო წასული მაგ მიზნით. აქ იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას უნდა რომ დემოგრაფიაზე იზრუნოს, ამდენი წლის განმავლობაში მაინც არ ყოფილა, ვერ შეიტანეს ცვლილებები კანონმდებლობაში და არ არის დაფინანსება ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან და არც კერძო სექტორის მხრიდან. პრეზიდენტი რო ჩაერთვება მაგ საქმეში დემოგრაფიის, მე გამოსწორდება. ხო. თუმცა გუშინ მოვიძე ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ აჭარის ტერიტორიაზე აფინანსებენ უშვილო წყვილებს 10,000 ლარიანი ვაუჩერით ერთჯერადად, ოღონდ უნდა იყო რეგისტრირებული იქ. უნდა იყო ქორწინებაში მინიმუმ 1 წელი, უნდა იყო სოციალურად დაუცველი ან უნდა კონდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და ესეთი 9 და 9 ზღვის გადავლა ჯობია მე მგონი ესეთ შესაძლებლობას. ეგ მოქმედია ეხლა დიდი ხანია? 3 წელზე მეტია უკვე ეს პროგრამა მოქმედებს. საქართველოს რაც შეეხება მე რა ინფორმაციაც მაქვს, არის ის რომ გაწერილებული ვიყავი ქართულ ჯგუფებში, ძალიან ბევრი ქალია, თითქმის ყოველი მეორეა, ვინც პირველადი თუ მეორადი უშვილობით, ასე ვთქვათ, პრობლემის წინაშე დგას და იყო ესეთი ჯგუფი, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ საპარლამენტო დონეზე დაფინანსების საკითხი, ამადა კრიტერიუმების შემუშავება, ანუ რთული პროცესი არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ მე რაც ინფორმაციაც მაქვს, სამწუხაროდ წარდგენის დონეზე არ გამოიჩინეს ინტერესი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ დემოგრაფიულ პრობლემაზე, ალბათ არ არსებობს, როგორც გავიხედავ და ვიღაცა აუცილებლად წასულია ემიგრაციაში, არ არსებობს თუ ეს უშუალოდ ჩვენ მეგობარს ან ნათესავს არ ეხება, სანაცნობოში ყავს, ვისაც ან უშვილობის პრობლემის წინაშე დგას და უშვილობის პრობლემა ეს არის ყველაზე რთული არის ის რომ ვერ დგება ხშირ შემთხვევაში პრობლემის რა არის პრობლემა და იმდენად კომპლექსურია ეს საკითხი ეს არ არის მხოლოდ ერთი საკითხის მკურნალობა ეს არის მთლიანი თან ორი ადამიანის მკურნალობა და თან ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ერთიც და მეგონი 10,000 ლარზე მეტი ჯდება. ხო, 12,000 ლარი ჯდება, ეხლა დავიწყეთ გვინდა და სურვილი გვაქვს და ასე ვთქვათ, ყავს ძალიან კარგი ექიმი, მაგრამ დაახლოებით 12,000 ლარი ეს უკვე უშუალოდ ჩვენ კარგი ფეხი გვაქვს. კარგი, ეს და გაამართლეს. აუცილებლად ერთი წლის მერე იმედი მაქვს დავბრუნდები. აუცილებლად მოგიწევთ ერთი წლის მერე პატარასთან ერთად. იმედესპინე. გარდა, ანუ სამწუხაროა რომ ის მიზანი რომლის გამოც წახვედი არ გაამართლა, მაგრამ ანუ ემიგრაციის გამოცდილება დაგიკროვდა ამასობაში, რაც ჩვენთვის საინტერესოა. როგორი იყო, აი როგორ
როგორ დაიწყე მუშაობა, როგორ დაიმკვიდრე თავი და მოგიწია თუ არა რაიმე გამოწვევების წინაშე დგომამ? გამოწვევები ყოველთვის არის, როდესაც იცვლი, როდესაც ესეთ შორს მიდიხარ, მაგრამ იცი როგორ არის? ყველა ამბობს, რომ ემიგრაციაში რომ მიდიხარ, ქართველს მოერიდე. ჩემ შემთხვევაში ეს არის სრულიად გაუმართლებელი. ანუ სტერეოტიპია. არა, ნამდვილად მე ვეწინააღმდეგები ამ სტერეოტიპს სრულიად, იმიტომ რომ ცხოვრების ორი ყველაზე საუკეთესო მეგობარი შევიძინე და ორივე ქართველია, ვინც როდესმე გვერდით დამდგომია და ვისაც რჩევა მოუწია, ემოციური, ფსიქოლოგიური, ფინანსური ყოველთვის ქართველი იყო ეს ჩემს გვერდით, შესაბამისად იყო სირთულეები. ჩვენ ძალიან ბევრ ემიგრანტთან გვაქვს საუბარი და ძალიან მიჭირს ამის თქვა, მაგრამ არის საპირისპიროთ, რომ აი ოღონდ ქართველს ერიდე, აი ძალიან სამწუხაროა ამის აღნიშვნა და ეგ არის ძალიან მაგარი გამოცდილება თუ ეგრეა. დღესაც მაქვს კავშირები მეგობრებთან, რომელთანაც შემიძლია ვთხოვო, რომ აი ჩამოდის ეს და მიმიხედე და მე სულად დარწმუნებული ვარ, რომ ის იმ პირობებში, როცა 24 საათი მუშაობენ და ზოგს ოჯახები ყავს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს სიტყვას არასოდეს ელენდობი. ანუ რამდენიმე წელი მოგიწია ხო ყოფნა და აი თუ რაზე მუშაობდი, რას აკეთებდი? ჩავედი, პირველი რაც ჩავედი, ანუ როგორც ახლა თქვი, ერთი წელი ვიყავი სასწავლებლად წასულ და მაშინ ჩემით დავიწყე მუშაობა არაბულ რესტორანში, ესეთი Edgware Road, ვინც ინგლისში ნამყოფია, ყველა მიცის, ეს დაახლოებით არის 2009 წელი, როდესაც ჯერ კიდე Edgware Road-ობდა. არ ვიცი, მაგრამ ჯერ და მე თვითონ დავიწყე სხვაშორის ესეთი CV-ები გავაკეთე, ინგლისურის ჩემი დონე იყო 2009 წელს I am table. დაახლოებით ესე და ამიყვანეს სამსახურში, სამთრის პერიოდი იყო და იქ გავიცადი სირიელი თანამშრომლები მყავდა, მოროკოელი თანამშრომლები მყავდა, ძალიან კარგი ადამიანები და მიმტანი სტუდენტი ვიყავი და ვიყავი მიმტანი და ასე თქვა და რო დაუბრუნდი მე მეორედ უკვე მეუღლესთან ერთად რო წავედი, ესეთი მაჰმუდი ყავს მეგობარი, რომელიც სირიელია და მას Facebook-ზე მყავდა და შევეხმიანე რომ მაჰმუდეთკი ვბრუნდები და თუ შეგიძლია რომ რაღაცა აი ხო 3 მაისს ჩავედი ინგლისში და 7 მაისს შემდავადებს ხდება სამსახურში ვიყავი. ისევ რესტორანში? ისევ რესტორანში დავიწყე და მე ქართველი ბიჭი იყო, ჩვენი მეგობარია დღეს, ოჯახის მეგობარია, რომელსაც ბინებს აქირავებდა და ესე ოთახი ავიღეთ მასთან მე ეს სახლები ქონდა ბევრი და სახლებს ვალაგებდი თავიდან და შემდეგ მოხდა ქართველის დახმარებით ისე მეგობრის დახმარებით სასწავლო ჩემს ცხოვრებაში და დავიწყეთ მუშაობა უკვე ინგლისელთან, ეს იყო ცოლ-ქმარი ოჯახში, სადაც ვიყავი ძიძა, ანუ ცხოვრობდი თან იქ და უვლიდი უკვე 11 წლის ტყუპები იყვნენ ბავშვები, რომელიც უბრალოდ ეს მოვლა მეთვალყურეობას სკოლიდან უნდა გამომეყვანა, საჭმელი მომემზადებინა, ძაღლი ყავდათ, ორი უნდა გამესეირნებინა და ეს იყო 2-დან 7 საათამდე გრაფიკი. და ასე თქვა ოჯახი და იყო 5 წელი ვიცხოვრე ძალიან თუ რამე ვისწავლე. თუ რამე ვისწავლე, შეიძლება ძალიან კარგი ქალი იყო სამწუხაროდ სიმსივნე დაიღუპა ეს ქალი. იყო სხვადასხვა საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენელი ბრიტანეთში. ძალიან მადლიერი ვარ და ჩემი მეგობრის სალი რომელმაც დამაკავშირა ამ ადამიანებს და ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება და ამან მომცა საშუალება, ანუ ნახე ყურე გზა გაგიხსნა. ყოველთვის ვამბობ ამას, რომ ერთია რომ ადამიანი გაგიწევს რეკომენდაციას, მეორე არის შენ რა შეგიძლია რომ შესთავაზო. ანუ გამართლებს თუ არა რეკომენდაციას. ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ზუსტად ძალიან ბევრ შეიძლება გაუწიო რეკომენდაცია, როდესაც ვიღაც უცხო ჩამოდის, იმას არ იცნობ და ვიღაც, ანუ ხო არ იცი რა პიროვნებაა, მაგრამ შემდეგ შენ რეკომენდაციას უწევ, ის მიდის და თავის სახელს ქმნის და შესაბამისად მის რეპუტაციას, ანუ შენ გაქვს პასუხისმგებლობა მაინც საბოლოო ჯამში შენზეა. და ამიტომ პასუხისმგებლობა იმის რომ შენ მარტო წარმოდგენ შენს ქვეყანას, წარმოდგენ შენ არავის არ აინტერესებს სიმართლე რო გითხრათ იქ, სადაც მუშაობ, საიდან ხარ და რაღაცა ძალიან ჭრელია, ხო, ეხლა ახსენე ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი, ხო, ზოგადად. მულტიკულტურულია, კი, ნამდვილად და ძალიან ბევრი, აი წარმოდგეთ ეხლა
შეხება მქონდა მუსულმანებთან, რომელთანაც მუშაობდი პირველ ეტაპზე, ინგლისელთან, რომელთანაც ცხოვრობდი და მუშაობდი, ფრანგებთან, რომელთანაც ერთი პერიოდი მუშაობდი, სომალელი, ბრიტანელი, რომელთანაც მუშაობდი, კიდე რომელი ხო ეს იყო ჩემი ასე ვთქვათ არეალი და აი ამასთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ აი რა ჩვენ წინასწარ რო ვისაუბრეთ თამთამ მითხრა რომ არალეგალი იყო და ყალბისაბუთებით ცხოვრობდიო და რაღაცნაირი სახელი და გვარიც რო გითხრა თუ საიდუმლო არ არის ვინ იყავი და როგორი იყო როგორია ყალბისაბუთებით ცხოვრება იმიტომ რომ მარტივი ალბათ არა ცოტა შიში ხო ეს გამუდმებით დაყვება რაღაც იმის შეგრძნება რომ პირველ ეტაპზე იყო რომ პოლიციელს რომელსაც დავინახავდი ყველა აი მოდაჭიმული რო ხარ და ესე მაგრამ მე ხვდები რომ პოლიციას არანაირი შეხება არ აქვს საიმიგრაციო პოლიციასთან და ის რომც გაგაჩეროს პრობლემა ანუ გამოცდილებას იღებ. ეხლა რა ხდება იცი ბრექსიტამდე სანამ გამოვიდო და ინგლისი მარტივი იყო. ეხლა როგორ ხდება სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი, მაგრამ მანამდე ხდებოდა როგორ. რუმინეთის რომელიღაც სოფელში გოგოს დაუფინანსებდნენ ჩამოსვლას ექსკურსიას ავთ ერთი კვირა ჩამოიყვანდნენ ლონდონში, გაუკეთებდნენ დაზღვევას, საბანკო ბარათებს, ყველაფერს რაც გჭირდება, მიცემდნენ რაღაც 200-500 ფუნტს არ ვიცი დეტალები და შემდეგ უკვე ესაბუთები იყიდებოდა იმაზე, ვისაც გჭირდებოდა ამ შემთხვევაში მე. კონკრეტულად და ვიყავი ახლა გვარს არ დავასახელებ მაგას იმიტომ რომ ეს იყო ირენა ვიყავი რაღაც ირენა რუმინელი ირენა ვიყავი რომელსაც ჩემ მეგობარს გადმოუგზავნა მე ეს პასპორტი ჩემი სურათი დააფოტოშოპა გადასარევად და დავაფოტოშოპებინე მე ჩემი დაბადების რიცხვი და წელი იმიტომ რომ მავიწყდებოდა მის დაბადების რიცხვი და წელი და ანუ ეგეც შეცვალე ხო ეგეც შევცვალე იმიტომ რომ ბუნებრივი ყოფილიყო ხო ბუნებრივად ხო იმიტომ რომ ძალიან რთული ახლა და ანუ ტყუილის თქმარი ძალიან რთული ზოგადად იმიტომ რომ ანუ ჩინდისიერი ადამიანისთვის ხო ან ჩემ შემთხვევაში რთული იყო და ამიტომ მე მქონდა ესე ვთქვათ ისტორია რომელსაც ასე ანუ ძალიან მათ ვიყავი რომ დავიჯერე ეს ისტორია მეც იმიტომ რომ ისე ვერ იტყვი ანუ რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად დააჯერე შენი თავი და ისტორია რომელიც ლონდონში მე ვიყავი ეს პიროვნება და ეს პრობლემები მქონდა მე მქონდა პრობლემა ძიძად მუშაობდი ძირითადად შემდგომ და როდესაც ძიძად მუშაობ ყველაში უნდა რომ ჰოლიდეიზე დასასვენებლად გაყვე და ეს მარტო ინგლისის მას არ შეეხება ეს სხვადასხვა ქვეყნებში უნდა იმოგზავრო და ანუ მე საბუთი არ მაქვს და რით შემიძლია გავამართლო რომ მე ვერ წამოვალ და ეს მქონდა დაჯერებული მე ისე ცუდად ხვდები მგზავრობის დროს მე ხო თავად ჭირდება მეუღლეს მივყავარ და მოყვარ და 2 დღე ვარ გათიშული იმიტომ რომ თქვენ ბავშვთან ერთად მე როგორ გამოყვები აბა ეს მქონდა იმიტომ რომ არ გადიოდი ანუ მათ არ იცოდნენ ხო მე ჩამო ანუ ქართველიც არ იყავი მათთვის რუმინელი ვიყავი ანუ ის როგორ აი ძამ არ ეკითხება ამას არავინ მაგრამ თანამშრომლები რო ზიხარ და ლაპარაკობ ხო ანუ მაინც რაღაც მიყვება ლაპარაკს და მოყვება და ეს უნდა ასე თქვა იცოდე ხო და ვიყავი ანუ მამამ თქვა ჩემზე უარი სამწუხაროდ რუმინელმა მამამ ანუ მოგონილი ისტორიას ანუ რა თქმა უნდა აგენტები რო იგონებენ ხოლმე საქართველოში იდენტობას და ახლობით იმას გავს ხო რა სერიალებში ჯაშუშებს მამა იყო რუმინელი რომელმაც დაგვტოვა დედა წავიდა საქართველოში დავიბადე და გავიზარდე საქართველოში მაგრამ რუმინელი ასე ვთქვათ მამა მყავს რომელთან ზარანაირი კავშირი არ მაქვს რუმინული არ ვიცი და ცოტა მგონი მეც დავიჯერე ყვებოდი მე მჯეროდა იმიტომ რომ ერთხელ მახსოვს მეტროში ირენა დაუძახა ვიღაცა და მე მოვიხედე იმიტომ რეაქცია ამაზე მქონდა ხო გეხმარება როცა ეგეთი ანუ კარგად შეძლებდი აგენტად მუშაობასაც შეიძლება არა საჩემი საყვარელი სერიალია ერთ-ერთი ძველი სადაც ეს აგენტები იდენტობას იცვლიან და მე არა მაპატია ხა ხუმრობ მაგრამ სტრესიც არის რა თქმა უნდა ეს ალბათ სირთულე რო გკითხე ერთ-ერთი ესეც იყო ხო რა თქმა უნდა იყო და კიდე ანუ ურთიერთობის სირთულე არა ჩემ შემთხვევაში იყო მაწუხებდა მე როდესაც მუშაობას იწყებ ადამიანთან შედიხარ ურთიერთობაში და მე ხო ნდობის ანუ მყავდა 1-2 თანამშრომელი რომელთანაც აი ძალიან ახლოს ვიყავი და აი ვთქვათ შეგრძნება მქონდა რომ აი ღალატობდი იმიტომ რომ ვატყუებდი ვინ ვიყავი და ასე შემდეგ და ორი შემთხვევა მქონდა ესეთი და მე ვთქვი რომ ტყუილი ზოგ შემთხვევაში არ არის ტყუილი და ეს არის დაიცვა ის ადამიანი იმ სიმართლისგან რომლის მოსმენის
სინძიმე არ უნდა გაუზიარო და ეს საკუთარი გამოცდილებით ერთგვარი დაცვა. ანუ ხო მე შენ რო გატყუე, აი ჩემ შემთხვევაში ესე იყო, ტყუს არ ვამართლებ არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ აი ჩემი გამოცდილებით ეს ტყუილი არ იყო იმისთვის, რომ მომეტყუები ადამიანს, იყო ტყუილი იმისთვის, რომ დამეცვა იმ სიმართლისგან, რომლის სიმართლის ცოდნა მას არაფერში არ ჭირდებოდა. და სხვადასხვა როცა გავანდე ერთ-ერთ თანამშრომელს, მითხრა რომ არ მითხრა. ჯობი არ ვიცი. არ მითხრა, არ მინდა. არ უნდა. და ნახე მე მეგონა რომ ესე თქო სიმართლის გაზიარება სიმშვიდეს მომიტანდა მე, მაგრამ არა. უფრო დამამძიმა მე ამ სიმართლის გაზიარებამ და პასუხისმგებლობა რომ ეს ტვირთი ანუ ტვირთის გაზიარება არის და ჩემ შემთხვევაში ანუ თქვი რომ მე ერთი პერიოდი ვამბობდი რომ საქართველოში დაუბრუნდები, ვისანაც კარგი ურთიერთობა მქონდა და არ იცოდა რაღაცა, ვეტყოდი და გაუზარდები და ეს ჩავხსენი. იმიტომ რომ არ ჭირდება. არ ჭირდებათ ადამიანებს შენი სიმძიმის და შენი სირთულის არა. და მაინც შენი საიდუმლოა რა და არ უნდა რომ ამის მოზიარა იყოს. ოჯახში ვისთანაც იყავი, აი შვილებს როს დიდი. იქაც ირენა იყო ალბათ. ხო, ირენა იყავი, ხო, კონფიდენციალობის დაცვით. რა თქმა უნდა, კი ანუ პირველად ხო ყველაფერი საბუთები მქონდა და ძალიან ეხაც მაგ ურთიერთობა იმ ბავშვებთან ტყუპებთან უკვე 19 წლისები არიან 19 ხო 19 20 წლისები გახდებენ აგვისტოში ახლა თავად რამდენის იყავი ისინი 27-ის კაი რა პატარა ხო 27 ანუ ძალიან ბევრი რამე მომცა მე პირადად ემიგრაციამ და ყოველთვის სულ ვამბობდი აი სხვაობა ჩვენ ძირითადად ვიცით ემიგრანტები, რომლებიც დედები, რომლებსაც დატოვეს შვილები, რომლებსაც იტანჯებიან შვილების მონატრებით, დატოვეს მთელი ოჯახი და ეს არის სევდიანი, რომელსაც დედაჩემიც 10 წელი იყო წასული ემიგრაციაში, იმიტომ რომ ჩვენ გვესწავლა დედაჩემ ძმას და ეს იყო 10 წელი, რომელიც 15 წელს ვიყავ მე, 16 წელს იყო ჩემი ძმა და ანუ ეს ტვირთი იმის რომ წასულია მშობელი ემიგრაციაში საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი მაგრამ ჩემი შემთხვევაში ემიგრაცია არ იყო აი ამ ტვირთით დამძიმებული ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება ვიყავი მეუღლესთან ერთად არ მქონდა არანაირი იმის ტვირთი რომ მე აქ ფულს ვაგზავნი და ვიღაცები ხო ვარჩენდი ვინმეს ესე ძალიან ხშირია ხო ანუ მე არავის არ ვარჩენდი აქ ეხლა დედაჩემს თუ რაღაც ანუ ეს ჩემი სურვილი და ჩემზე არავინ არ იყო დამოკიდებული და მე რასაც ვშრომობდი და რასაც ვშოულობდი ანუ ვშრომობდი და ანუ ამას საკუთარ თავში და აქ საქართველოში შევიძინე ბინა დაუშვათ ხო საკუთარი ცხოვრების მოწყობისთვის წავედი მე არ მithქვამს უარი ჩემთვის რომ მეყიდა ტანსაცმელი მეჭამა რესტორანში წავსულიყავი დასასვენებლად იმ ფარგლებში, რასაც მე იმ ეტაპზე ჩავთვალე საჭიროდ. იმიტომ რომ ჩემი ძირითადი შემოსავლის 80% მიდიოდა დანაზოგზე. იმისთვის რომ მე არც ერთ ეტაპზე სიმართლე რო გითხრათ, მეუღლესაც არ სურდა, რომ დარჩენილიყავი და ყოფილიყავი იქ. იყო რა თქმა უნდა ცდუნება და ყოველთვის არის ეს ცდუნება, მაგრამ ყოველთვის გვინდოდა რომ ჩამოსულიყავით საქართველოში და აქ მეცხოვრა. აი, როდის მიიღეთ ეგ გადაწყვეტილება, რომ უნდა ჩამოსულიყავით საქართველოში? წასვლის დღიდან. არა, აი იმ მომენტში მორჩა, ეხლა ემიგრაცია დასრულდა და უნდა ჩამოხვიდე. ეს იყო, როდესაც ანუ ბავშვი დავკარგეთ, მაშინ მივხვდი, რომ მე იქ ემოციურად ვერ შევძლებდი ისევ მეორე ეტაპს მიუბრუნებოდი და იქ გამევლო ეს ყველაფერი. რატომ რაღაც გარემო უცხო ალბათ ნაკლები მეგობრები თუ რა არის ეგეთი უცნაური, რასაც ვერ უძლებ? ორი მთავარი საკითხია, ეს არის რომ ექიმთან არ გაქვს ინდივიდუალური ურთიერთობა და მე ერთ ექიმთან მიდიხარ, მეორე ექიმთან მიდიხარ და ანუ ან ბიუროკრატია. ეს არის ემოციური ჩართულობა არ არის, რომ ექიმთან აქ რომ მივდივარ, იმ ექიმმა იცის ჩემი ყველაფერი, ისტორია და ყველა ეტაპ ნაბიჯ მივყვებით ყველა. ანუ არ მე ყველა ექიმთან მისვლაზე მიწევდა თავიდან ახსნა. რამდენი მივიდოდი და უშუალოდ იქ შეხვედრა რაღაცა ანალიზი უნდა ჩამეტარებია. აი ხას უსავდი რომ ეს არის ხელოვნური
ორსულობა, პირველი ორსულობა, არ ვიცით როგორი იქნება და ანუ ცოტა მეტი ყურადღება, მაგრამ ამას არავინ არ იჩენს, იმიტომ რომ იქ არის სტანდარტი, რომელსაც მიყვება და რომელსაც არ უყვევს ექიმი. შეიძლება შენ შეუჩვეველი ყავი ამ სისტემას და მათთვის ბუნებრივია ხო ალბათ? მათთვის ბუნებრივია, მაგრამ ნახე, იქ არის სახელმწიფო მე რო ყოფილიყავი დაზღვეული რო ყოფილიყავი და გადამეხადა და private რასაც ქვია healthcare მქონოდა ამ შემთხვევაში მექნებოდა ეგ ფუფუნება მაგრამ მე მაგის ფუფუნება არ მქონდა იმ თხელად ახებთან იყო და მე უნდა ასე თქვა დავჯერებოდი მინიმუმს რასაც სახელმწიფო მთავრობდა უფასოდ და შესაბამისად ანუ ცოდნაც არ გაქვს სიმართლე ანუ რო ჩავედი ეგ იყო რომ მე ინგლისში ვარ ხა მე რაც მინდა ექიმი ქართველი ანუ რომ ამეყვანა ქართველი ექიმი შეიძლება არა ანუ ეხლა მაგაზე უკვე ასე ვთქვათ გადავამუშავე საკუთარ თავში და ამაზე ლაპარაკს უკვე აზრი აღარ აქვს მაგრამ ეგ იყო თავარი რომ პირველი რომ ანუ ხელოვნურს იქვე აღარ უწევ გაკეთებას და მეორე იყო მნიშვნელოვანი რომ არანაირი შანსი იმის რომ მე საბუთი დამეჭირა ხელში ლეგალურად ლეგალურად მეცხოვრა არ იყო იმიტომ რომ ჩემი მუშაობით იმ ეტაპზე მივედი ბოლო ოჯახში სადაც მუშაობდი მაგალითად ოჯახი იყო ძალიან კარგი ოჯახი იყო და 6 თვის მუშაობის შემდეგ უფროსმა დამიბარა და მითხრა რომ აიცი რა იქ დადუს მეძახდნენ ხო რომ დადუ ჩვენ შენში ვხედავთ პოტენციალს აიღე ნებისმიერი კურსი რომელსაც შენ ჩათვლი საჭიროდ რომ პიროვნული განვითარება ჩვენ შენში ვხედავთ იმ პოტენციალს და ანუ ჩვენ დაგაფინანსებთ რომ ჩვენ ეხლა რა თქმა უნდა იმას თავისი ის აქვს რომ მასთან უნდა იმუშაო და უნდა რომ კარგი კადრი ყავდეს სახლში ხო მაგრამ ვერანაირად ანუ წინ ვერ მივდიოდი, ვეღარ წავიდოდი იმის წინ. ანუ ეს იყო რამდენი წელი დაჭირდა ამის გაცნობიერებას? ბოლო 3 წელი. როდესაც უკვე ასე ვთქვათ, იმან რო 5 წელი მე ინგლისელთან მუშაობდი, ეს ქალის მუშაობდა პარლამენტში, ჩემი CV იყო VIP CV იყო, მოდი ასე თამამად შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ იქ მე მუშაობდი ოლიმპიადაში. ავსწავლობდი. არა, მანამდე ხო სწავლობდი. ხო, უბრალოდ იცი არის, ატყო უყურებენ. CV-ს ნაწილი, ხო? ერთ-ერთი, ხო, ეგ არის, რომ უბრალოდ ვეღარ წავალ წინ, ვერ განვითარდი, ვერ ვისწავლი, ვერ თან სამსახურებში მე სრულ განაკვეთზე ვერ ვიწყებდი მუშაობას. იმიტომ რომ სრულ განაკვეთზე რო იწყებ მუშაობას, ადიხარ payroll-ი, ანუ როგორ თქვა, გადასახადები. ხო, ანუ გადასახადები ნახე რა ხდება payroll-ზე რო ადიხარ დამსაქმებელი გიხდის პენსიას ყველაფერს, დაზღვევას და ასე შემდეგ და მის ხო და ამიტომ მე მუშაობდი სულ ნახევარ განაკვეთებზე და მქონდა ესეთი ალიბი მეორე ის რომ ვიყავი თვითდასაქმებული და თვითდასაქმებულზე თანხას რიცხავ ბარათზე და ყოველ აპრილში შენ თვითონ იხდი გადასახადებს და შესაბამისად ანუ როცა ნახევარ განაკვეთზე მუშაობ გაქვს იმის თავისუფლება, რომ უთხრა, რომ იცი რა მე სხვა სამსახურებშიც მუშაობ და მე ვარ თვითდასაქმებული და მე მირჩევნია აი ამ გზით წავიდე და არა დავუშვათ payroll-ზე არ მინდა და იმიტომ რომ უფრო კი შანს როგორც კი payroll-ზე ადიხარ, ეგრევე ჩანს რომ გაქვს არ გაქვს დაზღვევა. არ გაქვს და ამ ყველაფრის მიზეზი არის რეალურად უსაბუთობა. შენ თუ გაქვს საბუთი და ისე თუ გაგიმართლა როგორც დადუს გაუმართლა ანუ გადასარევად იქნები ხო ბოლო 3 წელი ისე კარგად ვიყავი მართლა აი ხელფასით დაფასებით ისეთი სამსახურები მქონდა ისეთ ხალხთან მუშაობდი ძალიან ბევრს სწავლობდი აი უბრალოდ რომ დგახარ უსმენ და აი უბრალოდ სწავლობ როგორი ურთიერთო მეუღლესთან როგორი ურთიერთო შვილთან როგორ თანამშრომელთან და ძალიან მნიშვნელოვანია კიდე საზღვარგარეთ ვინც მიდიან ადამიანები ჩემ შემთხვევაში ესე იყო რომ თუ ჩემ დამსაქმებელი თვითონაც მუშაობდა იმასთან ურთიერთობა იყო ძალიან ამარტივი ადვილი ძალიან გაფასებდა სხვანაირად და იყო ძალიან ბევრი ასევე ვინც დიდარი ქმრების
ცოლები, რომლებიც ხო, ანუ ეგეთებიც არიან. კი, ძალიან ბევრი. ეგეთი და მე ეს უბრალოდ უსაქმურობისგან რაღაცა თითიდან გამოწვეული პრობლემები. და ბოლო წელი სხვათა შორის, ბოლო 2 წელიწადი ძიძობას დავანებე ზუსტად მაგიტო თავი, რომ მე შემიძლია ბავშვად მუშაობა, მაგრამ მე ვეღარ გავზრდი დედას. და გადავედი, ვიყავი ძალიან გამიმართლა მაგ შემთხვევაშიც, ყველა მდიდარ ოჯახს ყავს პერსონალური ასისტენტი, რომელიც აგვარებს აი ვინ აიყვანო სამსახურში, იქ რადი HR. ხო, სახლის პატარა ვინხარ რა ხარ შესაძლოა რა მონაცემ. ხო, ესეთი ადამიანი გავიცანი, რომელმაც ასე ვთქვათ, შენ აქ არ იმსახურებ უკეთესო, ესე გადაწყვიტა მან. და მეთქი, არ არის პრობლემა და წამიყვანა თავისთან, სადაც მუშაობდა, გადავიდა. აი, დიდი ფაქტორი შეასრულაო, ჩემმა მეუღლე მაგ დაბრუნებას ვაპირებდითო და თვითონ როგორ იყო ამასობაში? მუშაობდა, ანუ რას აკეთებდა? კაცებისთვის როგორია იქ ცხოვრება და ემიგრაცია? კაცებისთვის აი თუ ზარმაცი არ არის ინგლისში კაცი აუცილებლად იშოვე სამსახურს ვიცი რომ იტალიაში საბერძნეთში საკმაოდ მოთხოვნადია ჭირს კაცების სამსახური ჭირს ანუ ძალიან რთულად შეიძლება მაგრამ ბრიტანეთის შემთხვევაში ძალიან ძირითადად მუშაობენ ან რესტორნებში მიმტანი მზარეული ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო იყო და მეორე ყველაზე თითქმის 95% მუშაობს მშენებლობაზე ეს ეხება ყველანაირ ხებვა, შენება, სახურავი. ცოტა უნარიც უნდა ხოლმე იცოდე ეგ ხელობა. აი ხა, კაცებს მინდა რჩევა მივცე, რომელიც ჩვენ არავინ არ მოგცა ეს რჩევა და ვინც ამბობს ხოლმე ხა აი წასვლა მინდა და კაცების შემთხვევაში ჯობია აქ ისწავლოთ რომელიმე ხელობა და ჩახვიდეთ იქ ისე აქ დახარჯოთ 1 წელი და ვიღაც ან იმუშაოთ, იმიტომ რომ ჩემმა მეუღლემ დაიწყო ძალიან არ იცოდა არაფერი საერთოდ არაფერი არ იცოდა და აი 2 წელიწადი იმუშავა ძალიან ფიზიკურად მუშად და შემდეგ უკვე ისწავლა და ხელონდა რაღაცა კონკრეტული მიმართულებით. აი გაიმარტივა, ძალიან გაიმარტივა მე მუშაობა. ანუ ისეთი ფიზიკური უფრო მაღალი ხელფასი ქონდა და უფრო ფიზიკურად ნაკლები მუშაობა უწევდა. ამიტომ კაცებს ვისაც გინდათ რომ წახვიდეთ საზღვარგარეთ, ეხლა თუ დავუშვათ ტაქსისტობა, არ ვიცი ეხლა როგორ ხდება სიმართლე როცა უსაბუთო ხარ, როგორ შეგიძლია რომ უბერზე დაჯდე და ესე მე არ მაქვს ამის გამოცდილება ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ თუ არის იმის შანსი რომ თქვენ უნდა იმუშაოთ მშენებლობაზე, აქ ისწავლეთ. და ამით თქვენ ჯანმრთელობას დაზოგავთ ძალიან. იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ერთ პერიოდი თქვენ ნახევარი წელი გაუშეშდა, იმიტომ რომ გარეთ მუშაობდა და წელიწად ნახევარი იყო თქვენ ნახევარი იყო ლოგინში იწვა. იმიტომ რომ მაგრამ მაინც ალბათ რაღაცა პლუსი და კომფორტი არის, როცა წყვილი ერთად ხართ. რა თქმა უნდა. ჩვენ ხარ ძალიან სპეციფიკური მიზეზი იყო თან წასვლის და ბუნებრივია რომ ერთად უნდაც ყოფილი. ხო, კიდეც ერთად ყოფილი. არც ერთ შემთხვევაში აი ხა არ მე მაგალითად აი ბევრი ოჯახი მიდის ემიგრაციაში და მაინც მიუხედავად იმისა რომ საქართველოს არ არის ეს კარგი რომ ოჯახი წავიდეს ემიგრაციაში აი გინდა ცოლის მარტო წასვლა, ქმრის მარტო წასვლა, ანუ ძალიან დიდი სტრესია რომ ბავშვი დატოვო, მეუღლე დატოვო, თუ შეგიძლია რომ წახვიდე ოჯახი, ჯობია წახვიდე ოჯახი, ვიდრე წახვიდე ერთი. ჩემი გადმოსახედიდან ეგ იმიტომ რომ ეს ხო ვამბობ თქვი კიდეც რომ არ მქონდა ამის სტრესი, მაგრამ მაინც იმიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის იყო რომ მე მინდოდა რომ აი ოჯახი ახლობლები დედა ძმა ძმისშვილები ხო ემოციური იმიტომ რომ გავიზარდე ძალიან შეიძლება ითქვას რომ ძალიან გამიმართლა ოჯახში სადაც 4 დედმამიშვილი იყო დედა ჩემის მხრიდან 4 დედმამიშვილი მამა ჩემის მხრიდან და ესეთ მაშინ გავიზარდე ძალიან ხიარულებაში ვერ იყო ემოციური მხარდაჭერა ყოველთვის იყო ჩვენს ოჯახში 90-იანებში და ხენილი ცხოვრება არავის არ ქონდა და ჩვენ შემთხვევაში მე 7 წლის ვიყავ მამა რა დამეღუპა და არ იყო მარტივი ასე ვთქვათ თან პლუს ცხოვრობდით სოფელში
მე დავიბადე გავიზარდე სოფელში 15 წლამდე და შემდეგ უკვე როცა უნივერსიტეტი დედაჩემმა გადაწყვიტა რომ ჩვენ გვესწავლა და თვითონ ემიგრაციაში წავიდა ეს თუ აისახა რა იმე რაღაცნაირად შენზე ანუ დედის ემიგრაცია დედის გადაწყვეტილება მაშინ დღეს როგორ უყურებ აი ამ რაღაც კლასიკურ ემიგრაციას როცა შვილების არჩენად დედა მიდის ახლა ამბობ რომ ვურჩევო რომ არავინ არ წავიდეს მარტო და დედას ხომ მოუწია წასვლა და რას ფიქრობ ამას იცი როგორ რაღაცა არის სხვა წლები იყო მაშინ, სხვა რეალობა არის ეხლა. იმ შემთხვევაში დედაჩემის წასვლა გამართლებული იყო, ანუ ყველანაირად ვერ წავიდოდით ჩვენ სამივე. გახსოვს ეგ მომენტი. სხვათა შორის რასაკის იყავი? ძალიან ეს არის ესეთი საწინა 15 წლის ვიყავი და ყველაფერი რა თქმა უნდა მახსოვს და ეს არის მახსოვს რაღაცები და ძალიან ბევრი სტრესის ფონზე ძალიან ბევრი რაღაცები არ მახსოვს. ხო, აი რას გწნობ, ეხლა რო იცი. ეგ მაქვს მოზარდი ხარ, თინეიჯერი, ძმა ყავს 1 წლით უფროსი, ანუ ორივე მოზარდები ხართ. როგორ გაუმკლავდით ამ პერიოდს? სხვადასხვა ძალიან კარგად. მე და ჩემი ძმა ძალიან ახლოს ერთმანეთით. მაგ ფაქტმა დაგაახლოვათ თუ მანამდეც ისე იყავით, ანუ დედის გარეშე რომ დარჩით ერთმანეთი დაგრჩათ. არა, ყოველთვის დედაჩემი არის ძალიან ძლიერი ქალია და იცი როგორი ჰქონდა ურთიერთობა ყოველთვის რომ ჩვენ ვიყავით სამნი, რომელიც ერთმანეთის გარდა მაინც მიუხედავად რომ ძალიან ბევრი ნათესავი, ანუ ჩვენ ვიყავით ერთი. და ეს ანუ გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად გაქვს ფსიქიკაში რომ ეს ესე არის. სხვადასხვა დედაჩემი ძმას უჩხუბობდით. დედაჩემი გვეუბნებოდა ხოლმე რომ ანუ მტრები ხართ თუ დაძმა ხართ და ეს იყო უფროსი ძმის გამოვლინება რომ ეს პატარა და უნდა დაეცვა და როცა გავთხოვდი ფიზიკური შემოხლები მქონდა მე და ჩვენ და სანამ მე არ გავთხოვდი. იმიტომ რომ ეს იყო რომ ეს რომ აი საწახვედი, გვიანატო წახვედი, სად იყო ან სად დავდიოდ არ სად არ დავდიოდ გოგოებს ან პიცას თუ შევჭამდეთ. მაგრამ სადღაც ახში მოდი და როგორც კი გავთხოვდი. პასუხისგებლობა ქონდა აღებული. თან მარტო იყავით, თან დედაც არ იყო, თან მამაც არ იყო. და როგორც კი გავთხოვდი მე და ჩემი ძმა რაღაც აი 180 გრადუსი შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა. დავაგდით. კი ეგრე იყო და ეხლა რა ვიცი თუ ეხლა რომ დაუბრუნდი ზუსტად ვამბობდი კიდეც რომ ჩემმა ძმამა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმიტომ რომ ჩემი ყველა გამოგზავნილი თეთრის მიზნობრიობას განკარგავდა ჩემი ძმა და ჩემი ძმა რო არ ყოფილიყო ალბათ ვერ შევძლებდი იმდენს რამდენი შევძელი და დღესაც დედის წასვლა ან ძალიან გაცნობიერებული იყო როგორც ხვდები და გაზრდა მოგვიწია მე და ჩემ ძმას და არ იყო მძიმე ხო აი ხა რო იხსენებ რომ აი მარტო იყავით კი ერთმანეთი ყავდათ მაგრამ დედა იქ იყო აი გეფიქრება მაგ დროს რომ ვა ეხა როგორ არის აი რას გზნობდი არა ეს არის მიყვები რომ ეს არის თვითგადარჩენის რეჟიმი რომ ეს რეალობა არის ეს და ამ რეალობაში უნდა ვიფუნქციონირო საცხოვრობდით სად იყავთ სოფელში სოფელში ცხოვრობდით იმიტომ რომ ჩემი ძმა იყო პირველი იყო ვინც ეროვნული გამოცდებით ჩააბარა და ემზადებოდა ზესტაფონში ვემზადებოდით და ცხოვრობდით სოფელში ვიცინით ხოლმე ხო მარტო ორი ანუ არც ბები არ ყავდა არც ბაბუა და ვიყავით ორი დაძმანი მარტო მანქანა ყავდა მამა ჩემის ასე ვთქვათ სოფელში ჩავიდოდი ზესტაფონამდე გავაჩერეთ იმიტომ რომ მართვის მოწყობა არ ქონდა რომ ქალაქში ვერ გავიდოდა იქ დავტოვებით მანქანას მე მარშრუტკით წავიდოდით მასწავლებელთან საღამოს მოვდიოდით და ჩვენი ძირითადი კვება იყო კარტოფილი ესეც რა მომენტია სალომე რო ყავდა და თვითონ რო იყო სანდრას დედაც მამაც დაც ძმაც ეხა ამ შემთხვევაში ჩვენი ვიყავით დაძმანი ძმა იყო დედა მამა ძმა ყველაფერი ერთად განაწილებული ჰქონდა თამთამ იყვებოდა რომ როცა მოდიოდა ამანათებიო იქო წერილები იყო გახსოვს ეგ რა განცდა იყო ეგ მაინტერესებს რომ რაღაც პერიოდი ხო არ ყავდა დედანა არა რამდენი წელი ალბათ 3 წელი იყო მე რომ ჩვენ თბილისში ჩამოვედით და ვიყიდეთ კომპიუტერი
და ეს იყო სტუდენტები რო გავხდით, მაშინ უკვე Skype-ით შევძელით ურთიერთობა და დალაპარაკება და რაღაც 2 წელიწად ნახევარ 3 წელი ალბათ წერილებით ურთიერთობდა, ტელეფონი დაგვირეკავდა და გვირეკავდა თვითონ ახლა ჩვენ და რა განცდა იყო სიხარული რაღაც იმედი რომ რაღაც კიდე ახალი კომპიუტერს ვიყიდით. არა, ეს იყო პასუხისმგებლობა იყო. სიხარული არ იყო, ნამდვილად ვერ მოვიტყვევ და ვერ ვიტყვი რომ ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეს იყო ძალიან დიდი ტვირთი, რომ იმიტომ რომ დედაჩემი რომ მუშაობდა, ჩვენ გათვიცნობ, ეხლა როგორც შეიძლება რომ 16-17 წლის ბავშვმა თვითცნობიეროს პასუხისმგებლობა ეს რომ ეს არ იყო ვიცოდით რისთვის იყო და მაქსიმალურად ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერს ვაკეთებდით ანუ დედაჩემს არ მივიღე გადაწყვეტილება არასოდეს სამივე დავჯდებოდით გავაკეთოთ ეს გავაკეთოთ ის ხო რა თქმა უნდა რომ ეს ანუ როგორც დასულ ადამიანს რომ სხვა გამოსავალი არ არის ეს გვჭირდება და ეს იქნება სირთულე და ანუ ის რომ ჩვენ წარმოვადგენთ ოჯახს და ჩვენ არ უნდა შევარცხინოთ ოჯახი და ანუ ეს ყოველთვის იყო და მაგრამ რაღაცნაირად დღესაც არ გინდა მაგაზე ლაპარაკი როგორც ჩანს რაღაც ტიპის სტრესი წარმოუდგენელი არ იყოს როცა მოზარდი მე თვითონ მოზარდი შვილი მყავს და ალბათ უჩემოთყოფნა ძალიან გაუჭირდა ჩემთვის მაგალითად სტრესად წამოვიდა ის რომ პასუხისმგებლობა ძალიან სტრესია ძალიან დიდია ხო პასუხისმგებლობის ტვირთი გადაწყვეტილება არის პასუხისმგებლობა და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების ტვირთი უნდა იყოს გაზიარებული აუცილებლად და ბავშვისთვის ანუ ძიმეა ანუ არავის არ მინდა რომ ცუდად გამოჩნდეს მაგრამ ანუ სხვა თვით გადარჩენაზე როცა ადამიანი ხო თვით გადარჩენის საკითხი იყო მოდი ესე ვთქვათ ხო და გინდა არ გინდა იზრდები ბავშვი როცა ხარ იზრდები და დედის ემიგრაციამ გადაგარჩინეთ რა თქმა უნდა ან განსაზღვრა თუნდაც ის კი დედაჩემის ემიგრაციამ განსაზღვრა ის რომ მე და ჩემი მეუღლე წავედით ემიგრაციაში ვიზით ჩვენ არ გვიყიდია და ანუ რაღაცა 20,000 და 15,000 არ გადაგვიხდია იმიტომ რომ დედაჩემისთვის ყოველთვის და დედა იყო რომ ჩვენ უნდა გვესწავლა პრიორიტეტი დედაჩემისთვის ყოველთვის იყო სწავლა და მაგიტო წავიდა იქ რომ სტუდენტებიც გახდით დედამ თავისი მიზანი შეასრულა როცა დაბრუნდა როგორ ფიქრობ შეასრულა ანუ იცი როგორ არის კარიერა დღევანდელი გადმოსახედი ხა როცა 20-იანებში ხარ კარიერა არის რაღაც ხედავ რომ აი კაბინეტში ზიხარ რაღაც ოფისში პიჯაკი გაცვია აი ესე წარმოსახვები 20 რო ხარ 20-იანებში რო ხარ ხო ეხა 30-იანებში ვარ უკვე და სხვანაირად ხედავ რაღაცებს ხო ხო შეასრულა ის რომ შეასრულა იმით რომ ჩვენ მაგალითად შევდექით როგორც ადამიანები მე და ჩემი განათლებაც მივიღეთ შემეძლო ჩემი დანაშაული შემეძლო უკეთესი განათლება მიმეღო მაგრამ ეს არის გადაწყვეტილებები ხო რა თქმა უნდა პირადი არჩევანია დედაჩემმა შეძლო ის რომ მე უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მე წავედი დედაჩემა დამაფინანსა და წავედი ინგლისში სასწავლებლად. ეს რა თქმა უნდა არ იყო რაღაც უნივერსიტეტი და იყო კოლეჯი, სადაც ინგლისური ენის გაუმჯობესება და მე თვითონ შევძელი იმდენი რომ 6 თვიანი ვიზა გავიგრძელე და ბიზნეს ინგლისური მე თვითონ დავამთავრე, მაგრამ შემდეგ ჩამოვედი და გავთხოვდი. და რაღაცა წეგან გაგაწყვეტინეთ რა ამბობდი რომ ჩვენო მაგიტო ვიზებით წავედითო. ანუ დედამ რა გააკეთა მან ის გავიგე ხო აი ხა რა გააკეთა გაგიხსნით დედაჩემმა რომ გამიშვა მე სასწავლებლად ერთ წელი მე 2 ვიზა ავიღე ეს იყო 6 თვიანი შემდეგ 6 თვიანი სასწავლო ხო ანუ ასე ვთქვათ შექმნა იმის საფუძველი რომ მე მეორედ რომ შევედი უკვე მე საქართველოს ბანკში მუშაობდი ჩემი მეუღლეც მუშაობდა და ასე ვთქვათ ისტორია ავაწყეთ ის რომ მე ინგლისში ვსწავლობდი და ეხლა ანუ თაფლობის თვეში მივდიოდი დასასრულებლად მე და ჩემი მეუღლე კარგი ესეთი ისტორია გავაკეთეთ და უბრალოდ შევიტანეთ ვიზა და ჩაგვირწყეს ასეთ დაიჯერეს. აუ როგორ მომწონს ყველაფერი. და კარგი როცა გიმართლებს. როცა გადაწყვეტეთ რომ ემიგრაციაში წახვიდეთ, ნუ სხვა მიზეზით, დედას როცა უთხარით ეს ყველაფერი, დედის რეაქცია როგორი იყო?
ანუ მან ხო იცოდა ემიგრაციის სირთულეები და არ იცოდა რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში, ხო? ზოგჯერ ადამიანები, დედები განსაკუთრებით არ უშვებენ შვილებს, რომ თავისუფლებას არ აძლევენ. მაგ მხრივ, რა თქმა უნდა, არ იყო მისთვის მარტივი, რომ ანუ მეც იმ გზას დავდგომოდი რა, გზასაც ის ედგა, მაგრამ მიუხედავად ამ ხარდაჭერა, დედაჩემის ყოველთვის მქონდა, მაქვს და დარწმუნებული ყოველთვის მექნება ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რაც არ უნდა მივიღო. და ყოველთვის პირიქით, დედაჩემისგან ამას ვითხოვდი ხოლმე, რომ აი მე შემიცოდე ცოტა. და არა, შეძლებ, ყველაფერი შეგიძლია, ხო, იმიტომ რომ თვითონაც აი ამ მით სხვა გზა არ ქონდა. ხო, ეგ მოგცა გენეტიკურად ძალა მოგცა. კი, თან მანამდე მითხარი, რომ დეიდაც ემიგრანტიაო, ხო? კი, დეიდაც ემიგრანტია. მეორე დეიდაც ემიგრანტი იყო, მაგრამ დაბრუნდა ის, შეძლო და დაბრუნდა დღეს. რატო დაბრუნდი, ვიცი, მაგრამ მაინც აქ გირჩევნია თუ კიდე დღეს აქ მირჩევნია. ხო? დღეს აქ. აი, იმიტომ რომ სიმშვიდე მაქვს. იმიტომ რომ ოჯახში. ხო, აი, მინდა რომ აი დედაჩემთან იმდენჯერ წავიდე და ვნახო რამდენჯერაც მე მინდა რომ ჩემი ძმისშვილები ჩემ გვერდით გაიზარდონ, მინდა რომ მეუღლე გურჯა, მინდა ადამიანთან ურთიერთობა, ხო ეგ აი მინდა რომ ადამიანთან ურთიერთობა მქონდეს და ინგლისმა რაც დამიტოვა არის ის რომ აი ეს ბევრი ურთიერთობები რაღაც რომ აქვს ხოლმე, მე ერთი დღე სახში მივალ დავჯდები, არავისთან ტელეფონს არ ვპასუხობ, რომ აი ეს ენერგია ავიდგინო. ანუ იქ არის ხო ეს რაღაც მარტოობის განცდა მაინც. ეჩვევი მარტოობას, ეჩვევი აი იმას რომ საკუთარი მიუხედავად მეგობრები გყავს, მაინც შენ გისვენებ ვიღაცას არ ისვენებს, არ გცალია, არის ურთიერთობები რა თქმა უნდა იქაც, მაგრამ ისეთი ძალიან გამიჭირდა სხვათა შორის აქ რო ჩამოვედი, პირველი ეგ იყო რომ აი 4 ინტენსიური ურთიერთობა, ძალიან ინტენსიური იყო და ქართულად ძალიან ეს ემოცია იმდენი იყო რომ ძალიან ერთი პერიოდი ძალიან გამიჭირდა. სერიოზულად გამიჭირდა, მაგრამ მე ნელ-ნელა ადაპტაციის უნარი საბედნიეროდ კარგი მაქვს. დადო დესპინე ვინ გადაგარქვა დედა? ხო, ეს დამარქვა დედა და ეს ისტორია არის ესეთი რომ დედაჩემს ჩემ დიდბებიას ერქვა, მამაჩემის დიდბებიას დესპინე, დედაჩემის საყვარელი მწერალი იყო დესპინე გელოვანი. ხო და ეხლა უნდა მეთქვა დესპინე გელოვანი შარვაშიძე. დედაჩემს მოწონდა ეს მწერალი და მე ცოტა რომ გათხოვდა, აღმოჩნდა რომ მამაჩემის ბებიას ერქვა დესპინე და დამთავრდა მორჩა. რაღაც უნდა ზედმეტი. კადრს მიღმა ვლაპარაკობდით რაღაც მიზანი, რატომ მოხვედი აქ, რაღაც თქმა გინდოდა ხო ადამიანებისთვის, ვინც ახლა აპირებს ემიგრაციაში წასვლას, ან უკვე იქ არის. აიცით როგორ ყველა ვინც მეკითხება, აი წავიდე თუ არა. ეს არის ძალიან რთულია, მაგრამ მე აუცილებლად წავიდოდი ისევ მე ჩემ პირადი გამოცდილებიდან თუ გაქვს აზრი რომ გინდა წასვლა და ცადო, აუცილებლად უნდა წახვიდე და ცადო. ჯობია გააკეთო და ინანო, დაბრუნდე, ვიდრე არ გააკეთო და მთელი ცხოვრება იმისის კონდეს, რომ აი გამეკეთებია თუ არ გამეკეთებია, მაგრამ მეორე მომენტია რომ აი ეს ზუსტად დაბრუნების მომენტი არ უნდა დაკარგო. რაც ჩემ შემთხვევაში აი ეგ არ მინდოდა რომ იქ იმდენად კარგად წავიდე ყველაფერი რაღაც რომ აი დაბრუნების მომენტი არ მინდოდა დამეკარგა და ვინც რაღაც ემიგრაციაშია დღეს და აი არ იცის დაბრუნდეს, არ დაბრუნდეს, აი ხო რაღაც უვადოდ ყოფნის შეგრძნება, იქ ხო ბევრი ამბობს ამას რომ ხო აი უვადო არა გაქვს ის რომ აი დაბრუნდები ერთ დღესაც დაბრუნდები. არ გაქვს ეგ შეგრძნება რომ უვადოდ ხარ. უბრალოდ აი დაბრუნდები, მაგრამ აი ზუსტად იმ წერტილს ვერ სვავ. ხო, კარგად ხარ რა, რაღაც მომენტში კარგად ხარ. ვერ იღებ გადაწყვეტილებას ვერ იღებ. როგორც აქედან წასვლის გადაწყვეტილება გიჭირს და ვერ იღებ, ანალოგიურად კი აი ხო აი ამასაც გავაკეთებ, აი ამასაც გავაკეთებ, აი ამასაც გავაკეთებ. ხო აი რაღაცა და ამასობაში წლები გადის და ეს ზუსტად ეგ არის დაბრუნების მომენტი, ყველასთვის ინდივიდუალურია. და აი რაღაცა მე რა მაგალითად რა ესეთი პატარა წარმოსახვები და გეგმები მქონდა, თითქმის ყველაფერი, ასე ვთქვათ, შევასრულე და ვიყავი იმ ეტაპზე, რომ ამოვწურე. აი როგორც სეზონები არსებობს, ხო, გაზაფხული, ზაფხული შემოდგა. ყველა ნებისმიერ საკითხი შეგვიძლია მოვარგოთ, ეს იქნება კარიერა, სიყვარული, ურთიერთობები, სიცოცხლე, ნუ ხო, ეს გაზაფხული, რაღაც იბადება, სიახლეა, მე ზაფხული, რაღაცა და ბოლოს უკვე აი რაღაცა ჩემ შემთხვევაში იყო, რომ აი
ამოვწურე საკუთარი თავი იმ ქვეყანაში, იმ პოზიციით. მაგრამ ეხლა დამარცხუნე რომ ამბობდი რომ კი რომ ჯობია ცადო ვიდრე არ ცადო, მაგრამ ის მზაობა არის ალბათ თავი, რაც გქონდა. აი შენ მიმღებლობა. ხო, აი მზაობა რომ იქ რომ მიდიხარ, რაღაც სირთულისთვისაც მზადხარ, მიმღებლობაც რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეგ არის ალბათ უმთავრესი და ცოტა უნდა მომზადებული იყო რა ანა, ანის, აი რაღაც ფაქტორი. აი ხწეღა რო თქვი რომ ხელობა თუ იცი უფრო კარგია. აი რაღაცა ეგეთ დეტალებს გულისხმობ, რაც მე იქ გაგიოლებს რა ყოფნას. არ ვიცი, მე იმიტომ კი არ ვიზახი რომ რაღაცას ჭკუას ვასწავლე. უბრალოდ აი ამ ბევრი ინტერვიუებიდან აი მაგას შევწმუნდები რომ ცოტა მეტი თუ იცი, ცოტა მეტი უნარი თუ გაქვს, ცოტა მეტად მომზადებული თუ ხარ და პლუს ეს რისკიც შეგიძლია და ძალაც გაქვს, მგონია რომ უფრო ღირს აუცილებლად, ანუ ვიცით როგორ რაღაცა არის, რომ სხვანაირად, იმას არ მინდა ხოლმე ისე გამომივიდეს, რომ აი ხა ის საზღვარგარეთ იყო რაღაც ჭკუას გვასწავლის აქ და არა, იმიტომ კი რომ ადამიანები აქ არ შრომობენ და არ შრომობენ ძალიან ბევრს და ძალიან კარგად და არ გვაქვს კულტურა, ვეწინააღმდეგები ამას, რომ კულტურა შრომის კულტურა არ გვაქვს და ანუ თუ ეხა მე წავიდე ინგლისში მქონდა შრომის კულტურა, ესე იგი აქაც მქონდა შრომის კულტურა, ხო, ეგრეა, მაგრამ ნახე რა ხდება იქ არჩევანის თავისუფლება გაქვს იქ. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი არალეგალი, უფლებო, მე იქ მქონდა არჩევანის თავისუფლება. მე ნებისმიერ დროს შემეძლო სამსახურზე, მე თქვი რომ მე აქ აღარ მინდა, მე აქ კარგად არ მეკცევიან, მე არ მომწონს სიტუაცია, არ მომწონს ხელფასი, არ მომწონს ეს და მე არ მქონდა იმის შიში, რომ მე ხვალ სამსახურს ვერ შევიდე. დაცულობის შეგრძნება, მიუხედავად იმ პირობებში, რა პირობებშიც ვიყავი, დაცულობის შეგრძნება მქონდა ყოველთვის ძალიან მაღალი. არ არის ეს დაცულობის შეგრძნება? დაცულობის შეგრძნება რაღაც შეადარო, ანუ აქ დაცულობის შეგრძნება არ არის, იმიტომ რომ ბაზარი არის, აი ბაზარი ანუ არ არის ფიზიკურად არ მე ამ სამსახურს თუ დავკარგავ და ვაკ ეს პროფესია, ანუ შეიძლება იყოს 3-4 მსგავსი დასახელების, ასე ვთქვათ, იმის შესაბამისად რაც შეგიძლია, ხო, შენი პროფესია. თუ დაიწყებ მუშაობას და ხარ, სიტყვა, მაგალითად შემთხვევას გეტყვით, მუშაობდი ქალაქ გურჯაანში, საქართველოს ბანკში, სხვა უკეთესი ალტერნატივა რაიონში არ იყო. ხო, მესმის. დიდი არჩევანიც არ გაქვს და არჩევანის არა, მაგით ძალიან მადლობელი უნდა იყო, რომ ბანკში მუშაობ გურჯაანში, ალბათ, იმდენად მწირია სამუშაო ადგილი. პრესტიჟული სამსახურია რაიონების შემთხვევაში, ახლა თუ არ ვიცი 10 წლის მერე შეიძლება რაღაცები შეიცვალა, ვერ გეტყვით, მაგრამ მე გეუბნებით იმ მაშინ, ხო, მაშინ. პლუს კიდე აი ზუსტად ეს რომ 3 წელი სესხი გაქვს, აი უმწეობის შეგრძნება, რომელიც აი მაგიტომ მივიღე გადაწყვეტილება სხვადასხვა ემიგრაციაში წასვლის, რომ 3 წელიწადი უნდა ვიხატო სესხი და ვარ გაყინული ერთ ადგილას. ვერაფერს ვერ გავაკეთებ ეს 3 წელიწადი და აი უსუსურობის, უმწეობის შეგრძნება, რომ აი თავს ზემო ძალა არ არის, რა უნდა ვქნა. და ეხა და რა ხდება საზღვარგარეთ რომ მიდიხარ. იმდენად დიდია ბაზარი შრომის და იმდენად შეგიძლია, გინდა რომ 2 იყო, 3 იყო და აი მე ძალიან მომინდა წასვლა. ბევრი მუშაობა. 4 სამსახურში მუშაობდი, ანუ 6 წელს განმავლობაში მუშაობდი 4 სამსახურში და აი როგორ მქონდა, იცი რომ აი იმდენ არც კი მიფიქრია ეს 6 წელს განმავლობაში რომ დავიხარე. ერთდროულად. კაი რა. ხო, აი ამ ნახევარი განაკვეთებს. აი აქ რო გაქვს, აი შეზღუდვა იმის რომ აი რაღაც აი ვერ მუშაობ, გინდა სიტყვაზე ხე მე და ბოლომდე ისე იხარჯები რომ უბრალოდ სხვაგან აღარ ვარ. აი უბრალოდ გაქვს რამ 10 სამსახური იმუშავე, 2 საათი დაიძინე. თუ შეგიძლია, თუ ჯანმრთელი ხარ, თუ შენ თავს მაგას გაუკეთებ, ალბათ შეგიძლია. ქვეყანა საშუალებას გაძლევს. ზუსტად მაგას ვამბობ რა. თან იქ ნახევარი განაკვეთია და რა თქმა უნდა ხელფას ნუ შევადარებთ. ოღონდ მართლა სამუშაო საათების კუთხით ინტერნეტია. ყველაფერი და იმიტომ ნუ შევადარებთ რა, ეხა საუბრისას უთხარი რომ აი ახლა 10 თვე ჩამოსული ვარ და სამსახური ხ ჩემი ძმამ უნდა დაიწყე მუშაობა, ეხლა როდემდე უნდა იყო ესე, როდემდე აი დავიწყებ აუცილებლად მუშაობას და აუცილებლად რაღაცას მოუძებნე ისიც, რომელიც სიტყვაზე ვთქვათ, იქნება ჩემთვის მისაღები, მაგრამ აი ხა რეალობა რაც არის ბაზარი, ვიც რასაც თავაზობს, ხო? რაღაც ვიღაცა რეკომენდაციას ამას უწევს 1500 ლარი. და დილის 9-დან საღამოს 5-6-მდე
და როცა მართლა ეხა შეიძლება შენ ახალი ჩამოსული ხარ მოიცა ჯერ მაინც ინგლისში ხარ ალბათ რა ეს ხო წარმოიდგინე 9 თვე ადაბრუნდი ხო 10 თვე აი და წარმოიდგინე ხა 250 ფუნტი გაქვს დღეში ხელფასი და გაქვს თვეში 1500 დღეში მაქვს 250 ბოლოს 3 წელიწად 2 წელიწად ნახევარი 250 ფუნტი მაქვს ხელფასში დღეში და აქ მე თვეში ან კვირაშიც არა თვეში გაქვს 1500 ხო და პლუს საათ ნახევარი უნდა ვიჯდე სასოფში დილით და საათ ნახევარი უნდა ვიჯდე სასოფში საღამოს მაგას მართლა მირჩევნია რომ წავიდე სოფელში დედაჩემს დიდი მაგარი და მართლა მირჩევნია რომ წავიდე სოფელში და ვიყო სოფელში და იქ სოფლის მეურნეობით და ხრავი რაღაცას ან ძროხავს ან რაღაცას გამოცდილება მაქვს რა ბოსტანს მოვიყვან ბოლო ხადაშოს ლონდონში მქონდა ბოსტანი არიცით შეგიძლიათ გადახედოთ საკმაოდ კარგი მართლა სადაც ანუ რა გქონდა და გეტყვი ახლა ესე იგი სადაც გადავედი ბოლო 3 წელი სადაც ცხოვრობდი პირდაპირ იყო community garden ანუ შეგიძლიათ წელიწადში ვიხდიდი 20 ფუნტს საჯარო ბაღი იყო სადაც ესეთი პატარა მქონდა აი ესეთი აი ზუსტად ამ მაგიდის ზომა დაახლოებით აი ესეთი 4 ფლოტს ეგრე ეძახიან. მომყავდა პრასი უზღვავი. ყაბაყი. ანუ გიყვარს? მიყვარს. ხო, მიყვარს. ნუ ეკოლოგიურად სუფრაშენი. არა, ხო ეს იყო უბრალოდ ერთობოდი. ერთობოდი და ეს მქონდა მიწასთან ბოდი. კიდეს და პამიდორს დავთესავდი, მაგრამ პამიდორი მქონდა ვარდისფერი, პამიდორი მქონდა წითელი პამიდორი, ჭარხალი მქონდა ძალიან ბევრი, ბარდა, მარწყვი, ყვავილები, ტულპანები და ორგემერე და ანუ ჩაულებრივად ისეთი ანუ ზესტაფონი პატარა მოათ. ხო ეს იმედად მენატრებოდა ის მიწასთან შეხება და მიწასთან ურთიერთობა რომ ხო ესე იყო. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრის გაზიარებისთვის, როგორც ემიგრანტის შვილის, ისე თავად ემიგრანტობის ისტორიის და მაინც ყველა ისტორია, აი ჩვენს ვამბობთ ხოლმე, რომ ძალიან უნიკალური, ძალიან განსხვავებული და უნიკალურია. რამდენი ადამიანიც არის, ალბათ იმდენი მიზეზია, იმდენი მიზანია წასვლის და დაბრუნების და თუმცა საერთოდ ამ უნდა მაინც აქვთ ხოლმე, განსაკუთრებით. როგორ არა, ხო. მაინც ჩანს ქვეყნის მდგომარეობა, როცა ქვეყნიდან, საკუთარი ქვეყნიდან, საკუთარი უკვე ურთიერთობებიდან გიწევს წასვლა სურვილით თუ სურვილის გარეშე, სხვადასხვა მიზეზით, აქ რაღაცაზე მეტყველებს და ეხლა რაზე მეტყველებს, მე მგონი რთული მისახვედრი არა. ანუ სიტუაცია არ არის სახარბიელო ნამდვილად, უბრალოდ 10 წელიწადი მე რასაც ვხედავ არ შეიცვალა რა, რომ ვერ გავწდით, აი ძალიან უხეშად ვთქვათ, ჭამას. სამწუხაროდ ეგ არის რეალობა დღეს, რომ აი წარმოიდგინეთ ხა ჩვენ შემთხვევაში მე როცა 10 წლის წინ წავედით ემიგრაციაში ცხოვრობდით გურჯაანში. მე ვმუშაობდი, მეუღლე მუშაობდა. ჩვენ არ ვიხდიდით კომუნალურებს, იმიტომ რომ ჩემ დედამთილ მამამთილი უზრუნველყოფდა კვებას კომუნალურად. ანუ ჩვენ ვიყავით მარტო ჩვენი და რაიონში ცხოვრობდით, არანაირი დამატებითი ასე ვთქვათ ტრანსპორტი ხარჯები არ იყო, მაგრამ ვერ შეიძენ. ანუ უბრალოდ დასასვენებლად წელიწადში ერთხელ ძლივს მივდიოდი. ანუ ცხოვრების ხარისხი არის ხო, ძალიან დაბალია და ეს რეალობა ანაზღაურება ალბათ უფრო ხარისხი. იცი რა, მიბმულია რა ცხოვრების ხარისხს. აუ, პირდაპირ მე პრიორიტეტები არის არასწორად ჩემი აზრით დალაგებული. პრიორიტეტები არის ხო და სამწუხაროდ ამი არ მომწონს ძალიან რო ჩამოდი ძალიან მათი უხეშად მომხვდა რაღაცნაირად არ მოგწონს წადი ეს ხო ანუ ბიზნესში სამსახურში აი სიტყვაზე თქვა ვიღაცას დალაგება გინდა მე ვალაგებდი უკვე ქვეყანაში ანუ მე პირადად ვიყავი და ვიფიქრე ხო მაგას გულისხმობს მე ქვეყანა არ მოგწონს წადი ამას ეს დაიწყო ნახე ყურე მე მიმუშავია დალაგებას და მე რომ მივდიოდი იქ ანუ მე ის რომ არ მოგწონს წადი რას გთავაზობენ ანუ მე მიფას ანუ მინდა რაღაცის გაკეთება გეუბნები რომ ვიხდი ამდენს მოდი ხარ ესე თანხმდებით და შემდეგ უკვე ახლა ხარისხიც რაღაც ანუ ხარისხის სტანდარტი ხო უნდა არსებობდეს სიტყვაზე თქვა ეს არის სამსახურში არ მოგწონს წადი ორივე მხრიდან
და რაღაცნაირად ეს არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება, ანუ და ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი რაც არ მომწონს და რაც ძალიან კარგად დავაფიქსირე იქ რომ პიროვნულ შეურაცხყოფად არიღებს იქ არავინ არაფერს. მე მივსვარ ჩემს უფროსთან და მithქვას რომ გამიგრულია და იმიტომ მე მივსვარ ჩემს უფროსთან და მithქვას რომ მე მინდა ხელფასის მომატება. ანუ იცი რა, ანუ პირად შეურაცხყოფად პირად რაღაცა იმათ რომ აი ეს მე რაღაც პრეტენზიით როგორ მაკადრა ხო პრეტენზიით არ მომწონს სიტყვასგან მეუბნები რომ სიტყვასგან მე რომ ვიწყებ შენთან მუშაობას უნდა შესწორება მინდა 45 წუთიან 1 საათი და მე გავდივარ გარეთ ან სახლში ვიქნები და ანუ ჩვეულებრივად მიდის მოლაპარაკება ამას შეურაცხყოფად არ ყველაფერი მიდის შეურაცხყოფად იღებს ყველაფერს არა, პასუხი არის თუ არ მოგწონს წადი. ხო, მაგრამ ანუ ხო, ეგ ერთია, ხო, ეგ არის. ერთი და პლუს მე აი უფრო რომ მიხვიდე ხა და ვიღაცას რაღაცა უყურე მე აქ ვარ ხა და შენ ანუ ეგ დამოკიდებულება არის სამწუხაროდ. გასაგებია და ეს სნობიზმია. სამწუხაროდ სინამდვილეა. დიდი მადლობა. მადლობა და შევხვდებით ერთ კვირაში. ნანჩენი მემიგრანტებმა უნდა გვიყუროთ, იმიტომ რომ ჩვენ თქვენთვის ყვებით ამბებს და არა მარტო თქვენთვის და რა თქმა უნდა თქვენზე და ეს არა მარტო პოდკასტია და კვირაში ერთხელ ყოველთვის გვინდა რომ რაღაც ახალი გაგიზიაროთ. მადლობა და არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა, ხო, უნდა გამოგვიწეროთ. აუცილებლად უნდა გამოგვიწეროთ იმისთვის რომ უფრო და უფრო საინტერესო და განსხვავებული ისტორიები მოისმინოთ ჩვენგან. დესპინე მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. კარგად ბრძანდებათ.